მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით ამ საზოგადოებას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხდომას გახსნილად ვაცხადებთ. დღეს ჩვენ გვაქვს ერთი საკითხი განსახილველად დღის წესრიგში, ეს არის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა. მინდა თავიდან გითხრათ, რომ ჩვენს კომიტეტს ბატონი იმედა ნიკურაძე შემოუერთდა, ჩვენი მეგობარი, ჩვენი კოლეგა, პარლამენტის წევრი და მინდა გისურვოთ, რომ ნაყოფიერი იყოს თქვენი საქმიანობა ჩვენს კომიტეტში, ბატონო იმედა. აქვე მოგახსენეთ პირველ რიგში დღის წესრიგთან დაკავშირებით მივიღოთ დღის წესრიგი, ვინ არის მომხრე? ბატონ გურამიც მომხრეა, ძალიან კარგი. დღის წესრიგში გვაქვს მოკლედ ჩვენ ესეთი საკითხი, როგორც უკვე გითხარით, ეს არის ჩემი მოადგილის, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა. ფრაქცია ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა წერილი, მე ჩაგკითხავთ ამ წერილს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 35 მოხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე ქართული ოცნება წარმოადგენს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრის ბატონ იმედა ნიკურაძის კანდიდატურას. ბატონ იმედა ეხლა შემოუერთდა კომიტეტს, თუმცა ჩვენ ვართ მზად, გვაქვს მზაობა იმის, რომ ბატონ იმედა აირჩიოთ ჩემს მოადგილედ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, თუ კი, რა თქმა უნდა, კომიტეტის წევრები არ იქნებიან წინააღმდეგი. მე აქვე ორი სიტყვით მოგახსენებთ ბატონ იმედა ნიკურაძის შესახებ, ის მეათე მოწვევის პარლამენტში მას მოუწია რაღაც გარკვეული პერიოდი მოღვაწეობა, შემდგომ უკვე მე-11 მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პარტიული სიით გახლავთ ფრაქციის წარმომადგენელი, ოცნების წარმომადგენელი, მას აქვს უმაღლესი განათლება ივენ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფლობს ორ სპეციალობას, სამართალმცოდნეობა და სამრეწველო პროდუქციის ექსპერტიზა, სერტიფიკაცია აქვს საერთაშორისო ვაჭრობაში გავლილი. წლების განმავლობაში ბატონი იმედა მუშაობდა თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილედ, რეაბილიტირებული ტერიტორიების მართვასა და განვითარების მიმართულებით, გახლდა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე, საპარლამენტო საქმიანობაში არის აქტიურად ჩართული, ის გახლავთ განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტში მუშაობს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს აქტიურად მიყვება. ბატონი იმედა არ დაოჯახებული, ყავს მეუღლე და 5 შვილი. ეს არის მონაცემები მის შესახებ, თუ კი რამე კითხვა შენიშვნა მოსაზრება გაგაჩნიათ, მოვისმენ სიამოვნებით, თუ არა და დღეს წესრიგისთან დაკავშირებით შემიძლია კენჭისხაძე დავაყენოთ თქვენის ნებართვით საკითხი. კი ბატონო, ვინ არის მომხრე ბატონი იმედა არჩეულ იქნას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ? კი ბატონო. თქვენ არ ხართ მომხრე ბატონო იმედა რო აიჩეთ. კი ბატონო. თქვენც მომხრე ხართ. ძალიან კარგი. წინააღმდეგი ვარ ვინმე? წინააღმდეგი არავინ არ არის. კი ბატონო, დიდი მადლობა. ბატონო იმედა, გისურვებ წარმატებებს, ნაყოფიერ საქმიანობას ჩვენს კომიტეტში, რომელიც ახლა შემოგვიერთდა აგერ კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ბატონი გიორგი კახიანი. ბატონ გიორგი, ჩვენ კი კენჭისყრით დავასრულეთ პრაქტიკულად კომიტეტი, მაგრამ თქვენთვის მაინც რომ იყოს ცნობილი, ბატონი იმედა ნიკურაძე არის ჩვენი კომიტეტის წევრი და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ იყო წარდგენილი ფრაქციის მიერ, რასაც კომიტეტის წევრებმა დაუჭირეს მხარი. თქვენც არ მგონია რომ წინააღმდეგი იყოთ? რა თქმა უნდა, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და წარმატებებს უსურვებ ბატონ იმედას. კი ბატონო, გისურვებ წარმატება, ჩვენი კომიტეტი მნიშვნელოვანი კომიტეტია, მოგეხსენებათ, თუ კი რამ საკითხი წყდება პარლამენტის რეგლამენტთან და არა მხოლოდ მიმართებით, კომიტეტი საქმიანობს ძალიან დიდი აქტიურობით და კომიტეტის მნიშვნელობა არის საკმაოდ მაღალი, ასე რომ გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას და მადლობა რომ ჩვენს გვერდით ხართ. მადლობა, კომიტეტის ხდომა დასრულებულია.